მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო საჯარო გაშლით მოვედი თქვენთან და თემა გვექნება ასეთი. სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია ახლა, თქვენი სასიცოცხლო ენერგია ცხოვრების, თქვენი რეალობის, რომელ სფეროს უნდა დაუთმოთ თქვენი ენერგია ახლა ყველაზე მეტად, ამ მომენტში ყველაზე მეტად. რაში გჭირდებათ საკუთარი ენერგიის გენერირება, რომელ სფეროში? რა მიმართულებით? ვარიანტი გვექნება 3, ვარიანტი პირველი. სად უნდა მიმართოთ თქვენი ენერგია ახლა? ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. აი ასე, იმედია 3-ვე ვარიანტი ახლა ძალიან კარგად ჩანს. პირველი, მეორე, მესამე. ასე ჯობს. და ვარიანტების სასარჩევად გამოვიყენოთ ჩვენი ლამაზი ქალღმერთები. ვარიანტი პირველი, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა, ვარიანტი მეორე, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა და ვარიანტი მესამე. სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა. პირველი, მეორე და მესამე. კარგად დააკვირდით 3-ვე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით 3-ვე ვარიანტი, კარგად დააკვირდით 3-ვე ქალღმერთს. და რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. მას შესაძამე, ვინც ვერ მოასწარეთ, დააპაუზეთ ეკრანი და კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვარიანტი პირველი, სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა. და ვარიანტი 1 გვეუბნება, რომ თქვენი ენერგია ახლა უნდა მომართოთ რვიანების ხმლებში, ხომ? რვიანების ხმლები ნიშნავს იმას, რომ ახლა მთელი თქვენი ენერგია და მთელი თქვენი პოტენციალი, ხომ? უნდა მოახმაროთ და უნდა გამოიყენოთ იმაში, რომ გაარკვიოთ რა ბლოკავს და რა აჩერებს თქვენს პოტენციალს. ნახეთ, რისი თქმა მინდა. შიშები ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად შიშები შეგვიძლია ნამდვილად დაუსრულებლად ჩავმარხოთ, მივიღოთ სირაქლემის პოზიცია. შევეცადოთ, რომ გადავდოთ პრობლემა ხვალ, ზეგ, მაზეგ, მაგრამ ნახეთ, პრობლემა რჩება პრობლემად, ხომ? თუ ერთხელ არ გაარკვევს ადამიანი საკუთარ შიშებს, არ ჩახედავს თვალებში და არ გაარკვევს თუ რა არის მისი ყველაზე დიდი და მთავარი შიში და არ გაერკვევა ამ ყველაფერში, ხომ? რა თქმა უნდა, ჩათვალეთ, რომ შიში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი ენერგოინფორმაციული პოტენციალი, რომელიც ადამიანს ფაქტიურად ართმევს ძალიან დიდ ენერგიას, ხომ? ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ აი ეს ენერგია რაც გაქვთ, ხომ? ყოველდღიურობაში ადამიანს რაც იძლევა, რისი რეალიზების საშუალებაც გეძლევა, ეცადეთ, რომ უფრო მეტად საკუთარ თავში ჩაიხედოთ, საკუთარ შიშებს, საკუთარ აკრძალვებს, საკუთარ კომპლექსებს, სხვათა შორის საკუთარ სამყაროში უნდა ჩაიხედოთ და უნდა გაერკვათ, რატომ ხართ რვიანების ხმლებში, ანუ რა გიჩენთ ამ კომპლექსებს, რა გიჩენთ, რატომ იკრძალავთ, მოდი ასე ვთქვათ, კონკრეტულ ან რა გაძლევთ იმის რა გიგდებთ თვითშეფასებას, ისე რომ რაღაცეებში არ გჯერათ საკუთარი თავის, არ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა და ასევე, რა თქმა უნდა, შიშებს უნდა ჩახედოთ თვალებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტულად რომელ შიშების გულისხმობს თქვენი რვიანების ხმლები მინდა ჩავხედო. მეც თქვენთან ერთად თქვენ შიშებს თვალებში, რვიანების ხმლები. რას ნიშნავს კონკრეტულად, რომელ სფეროში უნდა სამიანების ხმლები, არკანი ფურუმი ქალი და ხმლების რაინდი. ჩემო ძვირფასებო, ნახეთ რაშია საქმე, ძალიან ბევრ იმედგაცრუებას ატარებთ. ძალიან ბევრ პროტესტს ატარებთ შიგნიდან.
რომელიც ყველაფერთან ერთად ძალიან ბევრ ენერგიას გართმევთ და თქვენი მთავარი შიში სხვათა შორის არის ის, რომ არ გინდათ აი ამ პროტესტებს ერთხელ და სამუდამოდ თვალები გაუსწოროთ და ასევე შიში გაქვთ იმის, რომ ნახეთ, მე უკვე ერთხელ მატკინეს გული, მე ერთხელ უკვე წამართვეს, მე უკვე ერთხელ გამიცრუ ეს იმედები და მე აღარ მინდა რომ ეს ისევ დამემართოს, ხვდებით ხომ? გეშინიათ იმის, რომ არ შეცდეთ ადამიანში, ხომ? არ გიღალატოთ ისევ ინტუიცია, ხო, ადრე თუ გქონიათ ასეთი რამ, რომ თქვენი ინტუიცია, რაცაც გაძლებდათ, ხო, ინფორმაცია არ აღიქვით ის სწორად და დაუშვით თქვათ შეცდომა კონკრეტულ ადამიანსა თუ ადამიანებში, ხომ? ახლაც ამის გეშინიათ, მიხვდით, ხომ? ანუ არ მოგირჩენიათ თქვენი წარსული ტრამვები, არ ჩაგიხედავთ საკუთარ პროტესტებსა და საკუთარ შიშებში, არ ჩაგიხედავთ თვალებში და ასევე გეშინიათ, რომ ეს ყველაფერი ისევ არ განმეორდეს, მიხვდით, ხო? ანუ ამ შემთხვევაში გეშინიათ, რომ კვლავ არ გიღალატოთ ინტუიციამ და კვლავ აუთსაიდერი, ან გულნატკენი, ან იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ხო? მოტყუებული არ დარჩეთ. შესაძლოა აქ იყო ესეთი მომენტი, რომ იყავით მსხვერპლის სხვათა შორის ძალადობა. ძალადობა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ფიზიკური, შესაძლებელია იყავით მენტალური, ფსიქოემოციონალური ძალადობის მსხვერპლი, ხო? ანუ მანიპულაციის მსხვერპლი და ეხლა რაღაცნაირად გაქვთ ეს შიშები, რომ ამ ყველაფერმა ისევ რაღაცნაირად თავისი გამეორება არ იპოვოს თქვენში, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, აქ არის ძალიან ბევრი დაუმუშავებელი განმეორდების შიშები, ბლოკები, რაც არ გაძლევთ საშუალებას მშვიდი ცხოვრების, ხო? ანუ გიბლოკავთ შემდგომ უკვე, ნახეთ, თუ ადამიანი გაბრაზებულია კონკრეტულ წარსულზე, ადამიანზე, ხო, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ძაღლი ავი არ არის, ხო? ყველა ძაღლი არ ეკმინება, თუ ერთმა ძაღლმა გაგკრა ტკბილი და გიკმინათ, ან გვარიანად დაგაზიანეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ძაღლი ასე მოიქცევა, ხო? ანუ აქ შეიძლება უკვე შეგექმნათ ძალიან დიდი პრობლემა ადამიანებთან ურთიერთობებში, მიხვდით, ხომ? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თუ არ დაამუშავებთ აი ამ თქვენ სიბრაზეებს, ხომ? აუცილებლად სულ მოგეცემათ სამყაროსგან ისეთი ადამიანები, რომლებისაც ასე ყველაზე ძალიან გეშინიათ და გინდათ რომ განიზიდოთ და რისგანაც ყველაზე მეტად გარბის ადამიანი საბოლოო ჯამში ის ეძლევა. ამიტომ მეგირჩევდით რომ დაამუშავოთ პირველი ვარიანტი თქვენი ტრამვები, ჩახედოთ საკუთარ შიშებს თვალებში და აქ ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ მეგირჩევდით რომ განსაკუთრებით საკმაოდ კარგი პერიოდია ამ ყველაფრის დასამუშავებლად და გირჩევდით რომ საკუთარ შიშებს აიმუშაოთ და გადავედით ვარიანტი 2-ზე. ვარიანტი 2. თქვენ სად უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა? თქვენი ენერგია რა ხდება? 10-იანების ხმლები. 8-იანების ხმლები, 10-იანების ხმლები, ესე იგი დაბნელების კორიდორის ჟამს წამოვიდა, რა თქმა უნდა, ხმლები, ხო? ამოფუშფუშდა და ამოტივტივდა ყველა დაუმუშავებელი ტკივილი, სიბრაზე, ჯანმრთელობის პრობლემებიც ხო მათ შორის. 10-იანების ხმლები ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ენერგია ახლა უნდა მომართოთ პირველ რიგში, რომ აღიდგინოთ ძალები, იმიტომ რომ მე არ მომწონს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ გეტყვით და არ მომწონს ყველაზე მეტად თქვენი გადაღლილი, არა მხოლოდ გონება, შესაძლებელია გადაღლილი სხეული. თქვენი შესაძლებელია აქ იმუნური სისტემის პრობლემა იყოს, ნევროზი, დეპრესია, აპათია. ბევრი რამ ხვდებით, ხო, როდესაც ადამიანი ვეღარ ხედავს, რა ვიცი, ცხოვრების ხალის, ვეღარ ხედავს აზრს, ხო, ეს ძალიან საშიში და ძალიან ცუდი მდგომარეობაა და თქვენ გეუბნებიან, რომ გაწყდეთ თქვენი ვიდეო, თუ კი ხართ ახლა რაიმე მსგავსში, ხო, ანუ გულისხმობ რთული პერიოდი გადაგაქვთ, ან უკვე გადაიტანეთ ეს რთული პერიოდი, ხო, ძალიან გჭირდებათ ძალების აღდგენა. მე გირჩევდით, რომ რაც შეიძლება მეტი დაისვენოთ, იმიტომ რომ გადაღლილია როგორც თქვენი გონება, გადაღლილია ყველა მთელი სხეული გადაღლილი გაქვთ და გჭირდებათ ძალების აღდგენა, ხო? მოდი ვნახოთ რა მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე, 10-იანების ხმლებამდე, რა მიგიყვანათ.
ასევე ტაროს არკანი გირჩევთ კონკრეტულად იანების ხმებს, რომ დაასრულოთ ის კონკრეტული სიტუაცია, რასაც მიყავ ხართ აქამდე, დასვათ წერტილი, იმიტომ რომ უკვე ფაქტიურად რაც კი ყველა სასიცოცხლო წვენი გქონდათ, გამომშრალი ხართ თავიდან ბოლომდე ყველანაირი სიხარულისგან და ყველანაირი ბედნიერების ემოციისგან აღარ გაქვთ ეს შეგრძნებები, ხომ ასეა? რას ეხება თქვენი ათიანების ხმები? რა მიგიყვანათ ამ მდგომარეობამდე? ცხრიანების თასები და ცხრიანების კვერთხები. იცით რა არის? მე შეგრძნება მაქვს, რომ აქ გაქვთ ტოტალური პასუხისგებლობა აღებული. ყველაზე და ყველაფერს ხვდებით ხომ? და საბოლოო ჯამში თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უნდა რომ რა თქმა უნდა თვითონაც კარგად იყოს, ყველა მის ირგვლივ კარგად იყოს, უკვე გული მიგრძნობს, რომ აქ ვხედავ დაუფასებელ სიკეთეებს, აქ ვხედავ დაუფასებელ გაცემულ ენერგიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აქ ყველაფერთან ერთად გადაღლილ სხეულს ხედავ, განმეორდები, რომელსაც ძალიან სჭირდება დასვენება. თქვენ თვითონ მიიყვანეთ, ასე ვთქვათ, ეს თავი ამ მდგომარეობამდე, ან შესაძლებელია კონკრეტული ადამიანი იკითხებოდეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იღებს თქვენგან ეს ყველა სარეხება ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ იღებს ყველაფერს სასიკეთოს თავისთვის, ანუ თვითონ არის კომფორტის ზონაში, თქვენ კი ასე ვთქვათ, ამ ყველაფრისთვის მუშაობთ, შრომობთ, აი ძალიან კარგად ჩაჯდება ეს სიტყვა, ჟარგონია, სლენგია, მაგრამ პახაობთ, რომ სხვას შეუქმნათ კონკრეტულ ადამიანს გარკვეული კეთილდღეობა, ან შესაძლებელია ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ გადაღლილი ხართ, იმიტომ რომ რაღაც ბევრი ბრძოლა, ბევრი აქტივობა, ბევრი სამუშაოა შესაძლებელია, ბევრი პასუხისგებლობებია და ამ ყველაფერმა ნამდვილად ძალიან გადაგხალათ და როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან? მე ასე ვიკითხავდი. როგორ უნდა გამოხვიდეთ მეორე ვარიანტი? როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან? არკანი მზე, თქვენ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან, არკანი მზე და შვიდიანების პენტაკლები. თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. იცით, როდის გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან? არკანის სიკვდილი, შვიდიანების ხმლები. როდესაც პარაზიტებს გაფილტრავთ თქვენი რეალობიდან, იმიტომ რომ მე შეგრძნება მაქვს, რომ თქვენი თავით საკმაოდ მიგყავთ ამ მდგომარეობამდე, მარტო პარაზიტების ბრალი არ არის, მაგრამ პარაზიტებიც ყვანან. პარაზიტებიც ყვანან ჩემოწირფასებო და თქვენ თვითონ შესაძლებელია საკმაოდ გულღია, საკმაოდ ძლიერი ადამიანი ხართ, მზესავით კაშკაშებთ, მზესავით ანათებთ, ხო? რაღაცნაირად გინდათ რომ დაეხმაროთ სხვა ადამიანებს, ხელი გაუწოდოთ, სიკეთე გაუკეთოთ, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა გაანალიზოთ. მოიხედეთ თქვენს ირგვლივ ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც თბილ-თბილი და ლამაზ-ლამაზი სიტყვებით ცდილობენ თქვენგან ენერგიის აღებას, რომლებიც მხოლოდ იღებენ თქვენგან და არაფერს არ გიბრუნებენ, სანაცვლოდ უკან ან იღებენ და გასცემთ საკმაოდ დიდ პროცენტებს, მოდი ასე ვთქვათ, თქვენი ენერგიისა და საბოლოო ჯამში მთლიანად რომ დაფიქრდეთ, იმის ნახევარიც არ გეძლევათ და გიბრუნდებათ უკან, რასაც თქვენ გასცემთ და თქვენ გეუბნებიან, რომ პარაზიტები დაფერთხეთ თქვენს ირგვლივ, ეს არის ის თუ საითაც უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშა სადამე და ყველაფერი კარგად იქნება. და გადავედით მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, თქვენ საით უნდა მომართოთ თქვენი ენერგია ახლა? ორიანების პენტაკლები. აი თქვენ კი ბალანსი გაქვთ სასწავლი, მეორე ვარიანტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ შემთხვევაში. ბალანსი შესაძლოა დასვენებასა და შრომას შორის. ბალანსი დროში. ხვდებით ხომ, რამდენი დრო უნდა დაუთმოთ. აი დახურულ ჯგუფში საუბრობთ ხოლმე სხვათა შორის მესამე ვარიანტი გამარჯობა. დახურულ ჯგუფში მეორე ვარიანტშიც იკითხებით, მაგრამ მესამეში კიდევ უფრო.
ნახეთ, უნდა ისწავლოთ დროის მენეჯმენტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ არც ერთი თქვენი სფერო არ დარჩეს დაჩაგრული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ თვითონ დაალაგოთ რა დრო, რას დაუთმოთ, ხომ? თუ მაგალითად ამას თქვენ თვითონ ვერ ახერხებთ, ეცადეთ, რომ რაღაცა გეგმა გაწეროთ, მაგალითად დააყენოთ მაღვიძარა რა, დააყენოთ ერთგვარი ტელეფონზე გარკვეული ზარი, სიგნალი, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ხმა, მუსიკა, რომელიც მიგანიშნებთ, რომ აი ამ საათიდან ამ საათამდე ასე იგი თქვენ უკვე დაასრულეთ რაღაცა კონკრეტული აქტივობა და ეხლა მოვიდა დრო, რომ რაღაცა სხვაზე გადაერთოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ არ უნდა დაიკარგოს ბალანსი. აი ამისკენ მომართეთ ეხლა თქვენი ფინანსური ენერგიაც, ნახევ ახსენე პენტაკლები რა თქმა უნდა და გეუბნებიან, რომ ასევე ბალანსი იპოვეთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ფინანსებს შორის, ანუ იმაზე მეტი არ გასცეთ და არ გაიღოთ, ვთქვათ, რისი ძალიან დიდი საჭიროებაც ახლა არ არის. ანუ დააბალანსეთ ასევე თქვენი ფინანსური ენერგია. მაშა სადამე. მოდით ნახოთ რა გიშლით ხელს აი ამ ბალანსის ვერ შენარჩუნებაში. 7 პენტაკლები. ნახეთ, აი კაც რაღაც ბალანსის ამბავი გვაქვს. ნახეთ, მე ასე ვიტყოდი, ბალანსის შენარჩუნებაში ხელს რა გიშლით? ჯერ ერთი პირველ რიგში სულ გაქვთ იმის შიში, ან რაღაცნაირად დაყვება შიში, რომ ნახეთ, რატო იგრძნობა მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი თითქოს გვერდი-გვერდ არიან, უბრალოდ მეორე ვარიანტს ცოტა უფრო მძიმე ამბები აქვს, ხო? ნახეთ, რა გიშლით ხელს? რა გიშლით ხელს, რომ მიპოვოთ ბალანსი? პირველ რიგში უკვე ვისაუბრე, რომ ენერგიებს არასწორად ანაწილებთ და საჭირო არის, რომ დრო ისე დაალაგოთ და ისე გაანაწილოთ, რომ ყველაფერს რაღაცნაირად არ მოაკლოთ ენერგია. ეს ერთი. მეორე, ხელს ასევე გიშლით ის ჩემო ძვირფასებო, რომ აი უცებ აინთებით რაღაცაში და შეგიძლიათ აი იგივეს გავიმეორებ, რომ მთელი ენერგია რაღაცა კონკრეტულით რომ აინთებით, ხო, მოტივირდებით, ხო, აი მოტივაცია მოდის და მე ეს მოტივაცია მალევე რაღაცნაირად ქრება. აი ნახეთ, ძალიან თითქოს ცვალებადი გუნება განწყობა არის. ამ მთვარე, ნახეთ, დაბნელების კორიდორში ვართ და შესაბამისად არკანი მთვარეც მოქმედებს თქვენზე, ხო? ხელს გიშლით ახლა ეს ყველაფერი, ხო? გეშინიათ, რომ ვერ იქნებით ასე ვთქვათ, კომფორტულად, ხო? იმიტომ რომ გინდათ რომ გქონდეთ კომფორტი, გინდათ რომ გქონდეთ კარგი ცხოვრება, ვის არ უნდა, რა თქმა უნდა და აი გეშინიათ, მიხვდით ხომ, თითქოს აი რაღაცნაირად რაღაცა აზრი მოგივათ თავში, რომ რაღაცა გააკეთოთ, რაღაცა შექმნათ, რაღაცა იმუშაოთ საკუთარ თავზე, ხო, მაგრამ მოტივაციას ვერ ინარჩუნებთ ბოლომდე. ამიტომ მე თქვენ გირჩევდით, რომ დისციპლინა, ჩემო ძვირფასებო, ბევრჯერ მისაუბრე ამაზე დახურულ ჯგუფში, რომ ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავის ჯანსაღის სიყვარულის გამოხატვა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დისციპლინირებული ადამიანი ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად და ყველაზე სწორად უზიარებს სიყვარულს საკუთარ თავს თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, იმისთვის რომ არ ნებდება, პირიქით გეგმას მიყვება, დისციპლინას იცავს, ეს ყველაფერს სჭირდება ადამიანს, რომელსაც მაგალითად უნდა რომ შეიცვალოს სხეულის ფორმები, ხო? აინთო სიტყვაზე, ხო, აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, მოვიდა ვარჯიშის მოტივაციაზე, წავიდა ივარჯიშა, მაგრამ მოტივაცია სადღაც გაქრა, ხო? მაგრამ ადამიანი, რომელიც დისციპლინირებულია, ხო, ანუ რაც არ უნდა უმოტივაციოდ იყოს, მაინც ადგება საკუთარ თავს, სადღაც ძალას დაატანს, მაგრამ იცის, რომ დისციპლინაა და არ უნდა დაარღვიოს, ხომ? არ არის მისი განრიგი მოტივაციაზე დამოკიდებული, მიხვდით, ხო? მოტივაცია არის საჭირო იმ რაღაცა საწყისი ცეცხლოვანი ენერგია, რომ წამოიღოთ საკუთარ თავში და მერე უკვე აი ეს დისციპლინაში მოიყვანოთ, ხო? ამიტომ თქვენ გეუბნებიან, რომ გეშინიათ, რომ რაღაცნაირად ვერ იქნებით კომფორტულად, არ იქნებით
იქნებით კარგად, შესაძლოა ფინანსურად ვერ იქნებით ისე როგორც თქვენ გინდათ ხო, იმიტომ რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი გეყოთ და თქვენი თავისთვისაც რა თქმა უნდა თქვენი თავიც ასიამოვნოთ ხო, მაგრამ აი ეს ქაოტური ენერგიები ცოტა ხელს მიშლის. ეხლა მე აქ რასაც უყურებ და მე თქვენ გირჩევდით რომ შიშებზე იმუშაოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორად განსაზღვროთ თქვენი ენერგიები. ეს არის ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ხო, აი თითქოს ორ უკიდურესობაში უყურებ ადამიანს, ძალიან ცვალებადია თქვენი ენერგიები ხო, ხან სავსე ხართ მოტივაციით, ხან არა და გაერკვიეთ რა გიქმნით აი ამ დისბალანსს ხო? რა გიქმნით ამ დისბალანსს და მოდით ვნახოთ როგორ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი მესამე ვარიანტმა. როგორ უნდა შეინარჩუნოს ბალანსი მესამე ვარიანტმა. ექვსიანების თასები, იმპერატორი, ხუთიანების თასები. მე უფრო მეცაც გეტყოდით ჩემო ძვირფასებო, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. უნდა გაარკვიოთ ნახე ვიღაცისთვის ეს არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც გაგდებთ აი ამ კონკრეტული დისციპლინიდან და არ გაძლევთ საშუალებას ხო, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი როგორც იტყვიან მიზეზი, იმიტომ რომ თუ გინდათ დისციპლინაში და თუ გინდათ სისტემურად რომ იმუშაოთ საკუთარ თავზე, როგორც არ უნდა ეცადოს სხვა ადამიანი რომ ამოგაგდოთ რელსებიდან, თქვენ არ ამოვარდებით. ხო, ესე იგი აქ თქვენი სისუსტეც არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, რა უნდა გააკეთოთ ჩემო ძვირფასებო? მნიშვნელოვანია რომ აი ეს ადამიანები ან ადამიანი რომელიც გაგდებთ ამ რელსებიდან, მასთან მიმართებაში ან შეცვალოთ თქვენი მიდგომა, ან დაასრულოთ ყველაზე ისეთი ვარიანტია ხო, ყველაზე არასასიამოვნო სურათი ხო, რომ ეხლა შენ თუ მე მიშლი იმასში რომ მე რეალისტე და ჩემში მოტივაციას აქრობ, იმიტომ რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ამ მოტივაციას ვიღაცა გიქრობდეთ, იმიტომ რომ რაღაცა შიშებს გიჩენდეთ ხო, გიუფასურებდეთ იქ რაღაცა თქვენს სურვილს, თქვენს მოტივაციას, თქვენს შემართებას ხო. აი ამ შემთხვევაში ხო, თქვენ გეუბნებიან რომ ან დაასრულოთ, ან ნაკლებად კომუნიკაცია ასეთ ადამიანთან ან შეცვალოთ ხო, მასთან მიმართებით თქვენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ხანდახან ესე მარტივი არ არის ხო, რომ ესე ხელი მოუშვათ ურთიერთობას და დავასრულოთ ხო, მით უმეტეს, შესაძაც ეს რაღაცა მრავალწლიან, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ ყველაფერთან, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანთან რამდენი წელი მაქვს ურთიერთობა და რამდენი შვილი მაკავშირებს, თუ გრძნობ რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ იღებს და არაფერს არ აძლევს ხო, თუნდაც ჩემს მსმენელს, ვისაც ვესაუბრები და მხოლოდ იყენებს მის ენერგიას და რესურსს ხო, აქ ნამდვილად ჩემგან ყოველთვის ისმის ერთი და ესეთი საკმაოდ რადიკალური პასუხი ხო, და შეეშვი და ანებე თავი. თუ გინდა რომ იყო დონორი, მაშინ იყავი. თუ მაშინ არ გინდა იყო დონორი, მაშინ შეცვალე რაღაც ხო, შეეშვი და დაასრულე, იმიტომ რომ ჩვენ რამდენი ძავნო ვისაუბროთ, რამდენი რიტუალებიც არ უნდა ჩავატაროთ, რამდენი არ ვიცი რა არ უნდა გავაკეთოთ ხო, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, მაგრამ თუ როგორც იტყვიან სიმსივნე არ ამოიძირკვა ბოლომდე თქვენი ცნობიერიდან ხო, რაც გართმევთ აი ამ საკუთარი თავის პოვნის და შემეცნების და საკუთარი თავის რეალიზების მოტივაციას და შესაძლებლობას უფრო სწორედ მე ასე ვიტყოდი ხო, უნდა მოხდეს ამაზე მუშაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ წავა თქვენი ენერგია და თქვენი შესაძლებლობები წინ, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ეს ადამიანი ან ადამიანები, რომლებიც ამას უკან დაკაჩავენ ხო, ასე რომ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეს ცვლილებები განიცადოთ, ცვლილებები ან ფიზიკურ დონეზე, ანუ
ან მიმართება შეცვალოთ ამ ადამიანებთან ან ადამიანთან მიმართებაში, აქ არის აუცილებელი ცვლილებები. თქვენ გეუბნებიან, თქვენი ენერგია უნდა მომართოთ ცვლილებებისაკენ და ეს ცვლილებები არის აუცილებლად ძალიან საჭირო, იმიტომ რომ გჭირდებათ რომ უფრო მეტად ნახეთ უფრო მეტად იყოთ გახსნილი ამ სამყაროსთვის, უფრო მეტად მინდობილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ გეუბნებიან იმას, რომ აუცილებლად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, იმიტომ რომ ახლა თქვენ პირველი ვინც გაიფიქრეთ და ვინც მოგივიდა თავში აზრად, რომ აი ეს ადამიანი არის ჩემს რეალობაში, ვინც ამას ასე მიკლავს ხო мотивაციას და მიკლავს წარმატების სურვილს, ესე იგი არ ცდებით. ესე იგი არ ცდებით. სამწუხაროდ ეს შეიძლება ძალიან ახლობელი ოჯახის წევრიც და ადამიანიც იყოს, რომელზედაც ნამდვილად არ გვინდა ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობთ არ ვიფიქროთ, მაგრამ თუ მოდის ეს ადამიანი გონებაში, ესე იგი დროა რომ საკუთარ თავს კითხვები დაუსვათ, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს თქვენზე. ხვდებით ხომ, ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს თქვენზე და ამიტომ იფიქრეთ და კიდევ ერთხელ ვიფიქრეთ ხომ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, შეიძლება ადამიანს ხაზი ვერ გადაუსვათ და ვერ დავამთავროთ ხომ, მაგრამ შეიძლება შევცვალოთ დამოკიდებულება. აქ საჭირო არის დამოკიდებულების შეცვლა. იმიტომ რომ თქვენზე თუ აღარ იმოქმედებს ეს ყველაფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამაზე გაიმარჯვეთ. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, ჩემი დღევანდელი თქვენთან საუბრის თემა. იმედია მოგეწონეთ დღევანდელი საჭირო გაშლა, ველოდები კომენტარებს, ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.